ნაყოფები სინგაპურის მეტროში. სოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მოსახლეობით დასახლებული ქვეყანა, თუ პოლიციური რეჟიმი და ოქროს ციხე მოქალაქეებისთვის. აქ ყველაფერზე ჯარიმაა. როცა მიშა გვიპირებდა სინგაპურიზაციას, ჩვენ მივიღეთ საქართველოს სინგაპურიზაცია, რაც გულისხმობს, რასაც დღეს აგრძელებს ოცნება. ანუ შიშზე აგებული მორჩილება. ჩემი მიზანი იყო გამერკვია, რამდენად რეალურია ის ჯარიმები და ის დამსჯელობითი ღონისძიებები, რაც ერთ-ერთი უმძიმესი აქვს სინგაპურს სოფლიოში. მაგალითად, თქვენ თუ სადღაც უადგილო ადგილას მოწევთ სიგარეტს, $2000 ჯარიმა. თქვენ თუ გაციებული შეხვედით საზღვარზე და დაფიქსირებული ქონდათ, რომ გაციების ნიშნები არ გაგაჩნიათ, $20000-მდე შეიძლება დაგაჯარიმოთ. შემთხვევით, ჩანთაში ჩაქჩათ მარიხუანა, თქვენ შეიძლება სიცოცხლის ბოლომდე გამოკეტონ, ან მათ შორის სიკვდილი დაგსაჯონ. გადაფურთხებაზე ჯარიმა, კევის დაღეჭვაზე ჯარიმა. მოკლედ, ესეთი ქვეყანა, მე მგონი ესეთი წესებით ალბათ ერთეულებით მოიძებნეო სოფლიოში. თუმცა რა ხდება რეალობაში? მე 24 საათში, ეს არის პირველი დღე ჩემი სინგაპურში ყოფნის და ხვალიდან მეწყება მნიშვნელოვანი შეხვედრები. საუბრობ სინგაპურის მოქალაქეებს დღეს. და მათ ამიხსნეს, რომ ეს კაცრი წესები რეალურად არსებობს კანონმდებლობით, თუმცა მათ არ ახსენდებათ ბოლოს როდის გამოყენებულა. ანუ რეალობაში არავის არ ჯიან სიკვდილით, არავის არ აჯარიმებენ $20000-ით. თუმცა ამით ხაზგასმა მინდა იმის, რომ მიშას წამოწყებული საქართველო, რომელიც ინერციით გრძელდება და ოცნება აგრძელებს ამ მათ პოლიტიკას, იყო ზუსტად პირდაპირი გაგებით სინგაპურიზაცია. ანუ დაშინება, მორჩილება ხალხის ჯარიმებით, ციხეებით, რაც აკეთებდა მიშა და ესენი აგრძელებენ. ასე რომ, ეს არის რეალური განსხვავება წარმატებულ ქვეყანასა და წარმატებულ ქვეყანას შორის. აქ სახელმწიფო მოწადინებულია, რომ ყველა მოქალაქე იყოს წარმატებული. წარმოიდგინეთ, ყველა მოქალაქეს, თითქმის ყველას აქვს სახლი, ყველა მოქალაქეს აქვს მაღალი ხელფასი. თითქმის ყველა ევროპის ქვეყანაზე მაღალი ხელფასებია აქ. და ეს ამ ქვეყანას ხელში არაფერი არ უჭირავს. საერთოდ არანაირი ბუნებრივი რესურსი არ გააჩნია. მან შედეგი დადო მხოლოდ ხედვით და რწმენით, რომ ამას შეძლებდა. და ისინი არიან ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. მეტი რწმენა საქართველოს, მეტი შემართება, ჩვენ უნდა გვჯეროდეს ჩვენი თავის. როცა სინგაპურს არაფერი არ გააჩნია და არის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. რატო არ შეიძლება რომ იყოს საქართველოს იგივე პოზიციაზე, როდესაც საქართველოს ყველაფერი გააჩნია. მათ შორის ყველაზე მთავარისაც ხშირად ვიმეორებ, საქართველოს ინტელექტი. ესეთი ინტელექტუალური ერი მე საქართველოს გარდა არსად არ მინახავს.